რამხელა ლოდია წარმოიდგინე, რომელსაც გეუბნებიან, რომ შენ თუ ერთხელ მოიხმარ, 60 მომხმარებელი ხარ. რაც რატო ვაკეთებდი არ ვიცოდი რა. მაგრამ ფაქტია, რომ სხვანაირად მოქცევა არ შემეძლო. მე რო ეს აღიარება არ გამეკეთებინა, ძალიან გამიჭირდებოდა და გამოჯანმრთელება რა. თელი აი ეს რაღაცა ალგორითმი შიაში ცხოვრობდი, რომ არ არსებობს ყოფილი მომხმარებელი დაინგრა. ბავშვობაში ეგეთი თამაში იყო. რაღაც 10 ბუქნი უნდა გაგეკეთებინა. მე უნდა ერთბაშე წამომდგარიყავი და ვიღაცა მოდიოდა და აი გულმკერზე ერთ დაგარტყავდა რა და თაობრო გეხვეოდა. ჩემმა მეზობლის რაღაც მეგობარმა დაგვაყენა ეს რიგში ბევრი ადამიანი და აი ეგ ბუქნები და მე ეს ხელისგან გავუკეთებინა და ყველა შეწუხდა რაღაცა ყველა ზოგს გული წავივიდა ჩემს ამ რიგში რა და მე ვიყავი ერთ-ერთი ადამიანი რომელსაც თქვა რომ კიდე გაიმეორეთ. ანუ მე მომეწონა რომ თაობრო დამეხო. ეხლა ამ გადასახედიდან ეგ არის სიმპტომი რა. ანუ 10 ბავშვიდან მაინდა-მაინც მე რატომ მომეწონა ძალიან არაჯანსაღი გართობა თუ თამაში არ ვიცი. ვიყავი ადამიანი რომელიც არასდროს სულად არ გამხდარა. ანუ ყველაფერი რაღაცნაირად მერგებოდა, ყველაფერი გამომდიოდა. და ესე დავდიოდა ვქადაგებდი რა. ანუ მათ შორის ძალიან ახლობელ ადამიანებსაც ვეუბნებოდი, რომ იცი რა, აი რაღაცა შენ კი ხარ რომ მოიხმარ ესეთ მდგომარეობაში, მაგრამ მე ეს არას არ დამემართება, იმიტომ რომ მე ღმერთის რჩეული ვარ. რავი, რატომ მოვიგონე რომ უზომო ადგილას დავდიოდი, მილიონი მეგობარი, სულ გაღიმებული, სანდრო სულ კარგი ხასიათზეა. ყველას უნდა რომ სანდროსთან ერთად სადმე გავიდეს, სადმე დაპატიჟო. ყველა ამბობს რომ აი სანდრა როცა აქ არის ისე ვერთობით და სანდრა როცა არ არის როგორი სხვანაირია ოთახი და მე რო შევდიო როგორ ვანათებ აი რაღაც ეგეთი ძალიან მიღებული და მოთხოვნადი მეგობარი და ოჯახის წევრი და სახლში მოვდიოდი ხოლმე და ბარიშზე თავს ვდევდი ჩემზე უბედური ადამიანი არ არსებობს. ჩემზე მარტოსული ადამიანი. აი ეს ნონსენსი თუ ეს კონტრასტი რა, ანუ იმდენად დამაბნეველი იყო, რომ ხმამაღლა კითხვას ვერ ვსვამდი. სულ ვიცოდი, რომ ეს მდგომარეობა რაღაც არ იყო ჩემი რა, თითქოს ჩემი არჩევანიც არ იყო რა. და წარმოიდგინე, რამდენი კითხვისგან ვიტანჯებოდი, რომ რაღაცას რატო ვაკეთებდი არ ვიცოდი რა. მაგრამ ფაქტია, რომ სხვანაირად მოქცევა არ შემეძლო, მაგრამ მუდმივად მქონდა აი ამ კითხვის ნიშანს ვსვამდი, რომ აი რატო თქვა მაინდა-მაინც მე. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რა, აი ხან ეს როლი მოვირგე, ეხ კიდე დამოკიდებულების თავისებურებას ეგ არის რა, მუდმივად გიწევს მოგონილ როლებსა და როლებში ყოფნა და ნიღბების ტარება რა. და ძალიან ბევრი გაქვს რა, ანუ დამოკიდებული ადამიანი ძალიან ნიჭიერია ამ ნიღბების გამოცხობაში. მსხრევა აი ამ ილუზიების მოხდა, როცა მე დავკარგე ჩემი ძმა. ანუ ძმა, რომელიც ჩემი უმცროსი ძმა 6 წლით. და იქ იყო ძალიან ნიჭიერი და ძალიან განათლებული. აი ძალიან ბევრს კითხულობდა და ერთხელ მოდის, აი რაღაც მოწმენდილ ცაზე და ეგეთ რაღაცას მეუბნება. სპეციალურად ამისთვის კი არ მოვიდა, რა სადღაც ერთად ვიყავით, რა ძალიან ჩვენ შორის რო გამოგელაპარაკება ესე. იცი რაო, სადღაც წავიკითხეო, რომ ადამიანი, რომელიც გახარჯავსო 30 წლამდე თუ გაიხარჯაო თავის ტვინში დოპამინის და ენდორფინის რაღაც X რაოდენობაო, მე ამის აღდგენაო აღარ ხდებაო რა ქიმიურად. ანუ, აი, კაი, ოკეი, იმ დროს არ იყო ეგ აქტუალური და მნიშვნელოვანი რა. და წავიდა რაღაც. იმდენად ვენდობოდი აი ამის განათლებულობას, ნაკითხობას, რომ
მივიღე ფაქტად, რომ ეს ნამდვილად ასე. მე მოხდა ის, რაც მოხდა, რომ გარდაიცვალა და მე დავიწყე იმაზე ფიქრე, რომ ეგ რატომ მითხრა მე. ჩემი სახლიდან გავიდე და ბოლოს მეუნახე და აი აბსუბოლო კომუნიკაცია მე მქონდა და ძალიან ვიდანაშაულებდი საკუთარ თავს რა. ამაზე ხმამაღლა არ ვლაპარაკობდი და ვიტანჯებოდი რა. და მე ხდება ეგეთი რაღაც. აი ეს რაღაც სულიერების პრინციპი და ცოტა მისტიკა მან შემოდის. ჩემი ერთი საერთო მეგობარი მირეკავს და მეუბნება, რომ 40 არ იყო გასული რა და მეუბნება, რომ მოკლედ ჩემი მეგობარი არისო, ვისაც უნდაო, რომ გნახოსო, იმიტომ რომ შენ ძმას იცნობდა. სადღაც იყო რაღაც შეკრებაზეო მისულიო რა. წავედი ეგრევე და მაგრად მახსოვს ფალიაშვილის და არაყიშვილის კუთხეში ხვდები ჩემს მეგობარს, რომელიც უკვე გამოჯამთელებაში იყო და მასთან ერთად ვიღაც ბიჭს ცისფერ თვალებას, რომელიც ჩემთვის იმ დროს უცნობ ადამიანს. ესო არისო რეზიკო და ეს ბიჭი რეზო ღობერიძე მიყვება, რომ მე ვიცნობდი შენ ძმას. ეგრე გავიგე, რომ არსებობს 12 ნაბიჯის პროგრამა, სადაც ადამიანები იკრიბებიან და ერთმანეთის გულის ტკივილს აზიარებენ ხმამაღლა. პლეხანოვის ერთ მიგდებულ დაფეხულ ოთახში 25 წლის ასაკში ყველაზე დაცულად ვიგზენი თავი. და აი ამ დაცულობა მომიტანა, რომ რაღაც პერიოდის მერე აღიარების პრობლემა აღარ მქონდა. დახმარების თხოვნა ჩემთვის აღარ იყო ისეთი პრობლემური, როგორც მანამდე რა. და პირველად მან დავიწყე რა აი ამ უსაფრთხო ზონაში. მაგიტომ არის, როცა საზოგადოების რაღაც წნეხზე ვსაუბრობთ, ანუ გამოჯამთელება ვერ დაიწყება თუ არ აღიარე, რომ პრობლემა გაქვს და მე არ ითხოვე დახმარება. აი ეს ორი კომპონენტი. ამ ვერც ერთს ვერ იწყებ, იმიტომ რომ გეშინია რო თქვა რა. ანუ ხემდა ფიქრობ ხოლმე ადამიანები როგორ იტანჯებიან რა ამ დანაშაულის შეგრძნებით რა. ისინი ვინც ჯერ ვერ აგნებენ გზას და არ იციან როგორ ითხოვენ დახმარება რა, რომ ამაში ცხოვრება ძალიან რთული, ძალიან ძიმე. თუ შეგვიძლია რომ შედარებისთვის მოვიყვანოთ ჯოჯოხეთი დედამიწაზე, ეგ არის ადამიანი მიანიჭო, იცხოვროს, დადიოდეს, ჭამდეს, ეცვა, სადღაც იღიმოდეს, ოღონდ გულის სიღრმეში შიგნით მუდმივად იტანჯებოდეს დანაშაულის შეგრძნებით. წარმოიდგინე, ამ ქვეყანაში ცალკე საზოგადოება, ცალკე სახელმწიფო, ცალკე რელიგია, ყველა ერთად გეუბნება, რომ შენ ცოდვას ჩადიხარ, ეკლესია გეუბნება, სახელმწიფო გეუბნება, რომ დანაშაულს ჩადიხარ და საზოგადოება გეუბნება, რომ სუსტი ხარ და ესე იგი ისჯები ან რაღაც არასწორად გააკეთე და ჩვენგან განსხვავებული ხარ და რაღაცით ნაკლები ხარ. კითხვების ხმამაღლა დასმის გეშინია და აი ამ შიში ხარ და შიშინებული ტიპი ხარ რა. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რის გამოც მე ჩემი მოხმარების რელიგია ჩამოვიყალიბე, ეგ იყო რა. რამდენჯერაც მივედი ეკლესიაში და ახსარებაში თქვი დამსაჯეს მამაოებმა რა, მაშინ გარდახის ასაკში ვიყავი. სიგარეტის გამოც დასჯილი ვარ რა, იმდენად დაუსჯი ვარ მაგალითად, რომ რაღაცა რა, ზიარებაზეც კი მითხეს, ერთხელ უარი. ჩვენ გავიზარდეთ საზოგადოებაში, სადაც გვეუბნებოდნენ, რომ ყოფილი მომხმარებელი არ არსებობს. ანუ ეგ რამხელა ლოდია წარმოიდგინე, რომელსაც გეუბნებიან, რომ შენ თუ ერთხელ მოიხმარ, 60 მომხმარებელი ხარ. და რას დრო გადის, როგორ იმიტომ რომ ამას ვინ გეუბნება, ხო? ანუ ოჯახის წევრი ძალიან ახლობელი, ანუ ავტორიტეტი იმ დროს ვინც არის რა და ბავშვობიდან აი ამ სტიგმა ამ ლოდ გამობმული დადიხარ, რომ აქედან გზა უკან გამოსასვლელი არ არის. მესმის ამას რატომაც გეუბნებიან, ალბათ არ ვიცი.
ეხა უკვე ცოტა რთული გასაგები, მაგრამ ალბათ იმიტომ რომ შეგაშინონ, რომ აი პირველი მოხმარება გახადონ უფრო რთული, რადგან გითხარ რომ მაგრამ ეს არ მუშაობს, ეს ხო არ მუშაობს, ბავშვს რამეს რო უგზალა პირველი იმას სინჯოს. და პირველად ცხოვრებაში ვნახე ყოფილი მომხმარებლები. ანუ ვიღაცა მიხელი აწია და თქვა რომ მე 6 თვეაო ხიზელი ვარ, ვიღაცა 1 წელი, ვიღაცა 2 წელი, ვიღაცა 5 წელი და ანუ თელი აი ეს რაღაცა ალგორითმი შიაში ცხოვრობდი, რომ არ არსებობს ყოფილი მომხმარებელი დაინგრა. სამწუხაროდ ეხლა ამ პირობებში მიწევს უფრო მეტ რაღაც პანაშვილზე გასვენებაში მისვლა არაზრ შემცხოვრებაში ჩემს ირგვლივ მოხმარებით ამდენი ადამიანი არ გარდაცვლილა რა. გამოჯამთრებამ პირველ რიგში ეგ მასწავლა, რომ მე სანამ შიგნიდან არ დავიწყე ცვლილება და მოქმედება ამ ცვლილებისთვის, ჩემს ირგვლივ სამყაროს არ იცვლებოდა. 2 წელიწადზე მეტია ვიძინებ და ვიღვიძებ და ბედნიერი ვარ. ანუ მართლა აი ვიძინებ და რა კარგია რომ დღევანდელი დღე დასრულდა და თვალს რო ვახელ ერთი სული მაქვს, აბა დღეს რა მოხდება. მე ვერ ვარ ჩემს დაავადებაზე უფრო ძლიერი, იმიტომ რომ ეს დაავადება არის ქრონიკული და პროგრესირებადი, ოღონდ მართვადია თან, როგორც თქვა დიაბეტი. მაგრამ არსებობს რაღაც ძალა, რომელიც ამ დაავადებაზე უფრო ძლიერია. სხვა შემთხვევაში მე რო ეს აღიარება არ გამეკეთებინა, ძალიან გამიჭირდებოდა გამოჯამთრება რა. მხოლოდ დამოკიდებულს შეუძლია ისე დაეხმაროს მეორე დამოკიდებულს, რომელსაც ამას ვერ აკეთებს ვერავინ. ვერც ცალკე აღებული რელიგია, ვერც მედიცინა. ვიღაცა კი არ მელაპარაკებოდა აი ამ პოზიციიდან, სადაც უბრალოდ არ შეიძლება. ან ვიღაცა კი არა რომ ცუდია, ვიღაცა კი არა. ანუ ვიღაც ვინც მეუბნებოდა რომ მეც ეგრე ვიყავი, აგერ წლების წინ და ეხლა კარგად. იქნებ ვინმე დაინახოს ჩემში ადამიანი, რომელიც მას მომავლიდან ელაპარაკება რა და ეუბნება რომ ანუ აი ესეთი იქნება შენი მომავალი შესაძლებელია რომ ესეთი ბედნიერი იყოს თუ ეხლა უბრალოდ თვალებს დახუჭავ ენდობი რეაბილიტაციის პროგრამას ითხოვ დახმარებას და აი მე ყველაფერი საუკეთესო მოხდება 6 თვეში. რაღაცა ჭეშმარიტება რო იპოვნო რა, ან რაღაცა ღმერთი აღმოაჩინო, სადღაც გეგულებოდეს და მარტო შენთვის იყოს და სხვას არ ეუბნებოდე რა. და როცა მეუბნებიან ხოლმე რომ აი იქნება ამაზე ლაპარაკი რაღაცა ისევ მესმის რომ მაგ სტიგმატიზირებულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, მაგრამ მინდა რომ მაგ ხალხს ჩემს ირგვლივ ადამიანებსაც მათ შორის ვისთვისაც მატრამვირებელია ამაზე ღიად საუბარი რა ჩემი უთხრა რომ წარმოიდგინეთ რომ მართლა რაღაც ღმერთი ვიპოვნე და რაღაც უდიდესი სიყვარული აღმოვაჩინე და სანამ ცოცხალი ვარ მითხრეს რომ კარგად იქნები თუ ამ სიყვარულზე საჯაროდ ვილაპარაკებ და მე ეგ პირობა არ შევასრულო, ანუ არ მაქვს მაგის მორალური უფლება.